ჩერქეზთა კულტურული ცენტრი დღეიდან თბილისში კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში არსებობს. ცენტრის პრეზენტაცია დღეს სწორედ სამინისტროში გაიმართა. მინისტრმა ნიკა რურუამ სტუმრებს პირადად აუხსნა თუ რა დატვირთვა აქვს ჩერქეზთა ცენტრის არსებობას საქართველოში. მისი განცხადებით, ცენტრი ჩერქეზი ხალხის ეთნოსისა და კულტურის გადარჩენისა და შენარჩუნების საკითხებზე, ჩერქეზთა გენოციდის შესწავლასა და ჩერქეზულ დიასპორებს შორის ურთიერთობის გაღრმავებაზე იმუშავებს. უმთავრესი ფუნქცია, რაც ამ კულტურის ცენტრს იქნება იმის ხაზგასმა, რომ ჩერქეზ ხალხს და საერთოდ კავკასიელ ხალხებს, რომელსაც დამპყრობელი, რუსი დამპყრობელი ყოველთვის მოიხსენებდა ველურად, ნახევრად ველურ ერებად, სინამდვილეში გააჩნიათ უდიდესი კულტურა. დღევანდელი ნაბიჯით საქართველოს სახელმწიფო გამოხატავს თავის კეთილ ნებას, გამოხატავს თავის კეთილ განწყობას ჩერქეზი ხალხისადმი, გამოხატავს თავის უზომო დიდ მოწიწებას ამ ჩაგრული ერისადმი, რომელიც საუკუნეების განმავლობაში ცხოვრობს დევნილობაში და ცდილობს იქ შეინარჩუნოს თავისი კულტურა. ჩერქეზული კულტურა, მისი უმნიშვნელოვანესი ნაწილით ეს არის ჩერქეზული ეტიკეტი, რომელსაც საქართველოში არსებული ჩერქეზთა კულტურის ცენტრი ასევე დიდ ყურადღებას გაუთმობს.